მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა მიმოვიხილო უახლესი ჩინური მსუბუქი ტანკი, რომელიც დღეს 3 სექტემბერს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე იქნა წარმოდგენილი. აღლუმი ძალიან მასშტაბური იყო, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა იქნა წარმოდგენილი, თითოეული ნიმუში საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო, განსაკუთრებით ჯავშან ტექნიკის სიმრავლე შეინიშნებოდა. და ამ ჯავშან ტექნიკის მიმართულებით ეს კონკრეტული ნიმუში, ტანკის ეს კონკრეტული ნიმუში გამორჩეულად საინტერესო იყო. მანქანა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ამ აღლუმის რეპეტიციაზე და ჯავშან სატანკო სისტემების, ჯავშან სატანკო შეიარაღების სპეციალისტებში საკმაოდ სერიოზული დაინტერესება გამოიწვია მაშინვე. ტანკი უკვე მოიხსენება როგორც მეოთხე თაობის მსუბუქი ტანკი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩინური ტანკმშენებლობის ერთგვარი პასუხი თანამედროვე ბრძოლის ველზე არსებულ გამოწვევებს, იმ გამოწვევებს, რომელიც კარგად ჩანს მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომში, სადაც უამრავი სხვადასხვა ტიპის ჯავშან ტექნიკა გამოიყენება, ჯავშან ტექნიკის ნიმუშები, როგორც სხვადასხვა ტიპის KSM-ები, სხვადასხვა ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორები და ასევე ტანკები, როგორც საბჭოთა წარმოების, ასევე დასავლური წარმოების მოძველებული ცივი ომის პერიოდის ტანკები, შედარებით თანამედროვეები, მოდერნიზებული ცივი ომის პერიოდის ტანკები და ასე შემდეგ. რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა კარგად, რომ ბრძოლის ველი სახმელეთო კომპონენტში თანამედროვე ომში იქცა იმ განზომილებად, სადაც მრავალმილიონიანი ძვიადღირებული თანამედროვე ტანკის განადგურება იაფიანი FPV დრონით ტაქტიკურ სივრცეში, იაფიანი FPV დრონით არის შესაძლებელი, რომელზეც რაღაც რამდენიმე $100 ტანკს წინააღმდეგ კუმულაციური კუმბარა შეიძლება იყოს დამაგრებული, ხო? შესაბამისად, თანამედროვე ბრძოლის ველზე სხვადასხვა ტიპის ტანკები სტანდარტულ კლასიკურ კონფიგურაციაში გახდა იმაზე ბევრად უფრო მარტივად განადგურებადი, ვიდრე ეს იყო სიტყვაზე 10 წლის წინ, ხო? და ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე ეს იყო ცივი ომის პერიოდში. შესაბამისად, დოქტრინალურ დონეზე პრაქტიკულად ამოტრიალდა ამ მიდგომები და მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ტაქტიკები ქვედანაყოფების დონეზე, შენაერთების დონეზე გადახედვას დაექვემდებარა. საუბარი მაქვს აი ამ ჯავშან სატანკო შეიარაღების ზოგადად პროექტირება, წარმოების და შემდგომში ბრძოლის ველზე მათი ექსპლუატაციის მიმართულებით. ესე იგი, ტანკი, ჩინური ტანკი თავდაპირველად სხვა სახელით მოიხსენიებოდა ZTZ-201-ით, დღეს დაზუსტდა მისი დასახელება, ეს არის ZTZ-100, იგივე Type 100, ესე მოიხსენიება. ეს არის ფუტურისტული დიზაინის, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაძეძგილი, შეიძლება ითქვას, ტანკი, რომელსაც აქვს რობოტიზებული კოშკურა, დაახლოებით ისეთი კონფიგურაციის არის, როგორც ეს რუსული არმატას ტიპის ტანკი, თუმცა ბევრად დახვეწილ ნამუშევარს წააგავს ერთი შეხედვით ეს ჩინური ტანკი. და ასევე შეგვიძლია შევადაროთ Kf-51 პანტერს, რომელიც შარშან წარმოადგინა მაგალითად გერმანიამ რაინმეტალმა გამოფენა ევროსატურზე, რობოტიზებულ კოშკურიანი ლეოპარდის ტექნოლოგიური ოჯახის ერთ-ერთი ნიმუში, ეს Kf-51 რობოტიზებული კოშკურიანი ტანკი. ესე იგი, ეს ჩინური ახალი Type 100 არის 105 მმ-იანი ქვემეხით რობოტიზებული კოშკურით, რომელზეც დისტანციური მოდული დგას, აქტიური დაცვის სისტემით არის აღჭურვილი და ეკიპაჟი, ორკაციანი ეკიპაჟი ყავს, თავიდან არის დაზუსტებული ინფორმაცია, იყო საუბარი, რომ არ შეიძლება სამკაციანი, შეიძლება სამკაციანი ეკიპაჟი ყოლოდა, მაგრამ დადასტურდა, რომ ყავს ორკაციანი ეკიპაჟი და ნუ ეკიპაჟის შემცირება მოხდა ტანკის მაღალ დონეზე რობოტიზაციის ხარჯზე. ესე იგი, ცეცხლის მართვის სისტემაში ინტეგრირებული აქვს ხელოვნური ინტელექტის ელემენტები და ტანკის კოშკურას თვითონ სავალი ნაწილი კორპუსის გაძეძგილია სხვადასხვა ტიპის სენსორებით. ესე იგი, მოდი უკვე მიმოვიხილოთ ტანკი, ჩავკვეთ უკვე სხვადასხვა ნიუანსებს და სხვადასხვა ელემენტები ცოტა უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ. ესე იგი, მასა 38-53 ტონა, ამის ფარგლებში არის არანაირ 100% დადასტურებული ზუსტი წონა. ძრავი აქვს ჰიბრიდული პლაგინ ჰიბრიდული PHEV ტიპის ძრავი არის, ეს ჯავშან ტექნიკაში ახალი ტიპი არის, პლაგინ ჰიბრიდული ძრავები. ჩინელები ასეთ ძრავს
ტესტავენ Type 99 V-ტიპის ტანკზეც. Type 99 A-ზე და Type 99 B-ტიპის ტანკზე. ესე იგი, ეს პლაგინ ჰიბრიდული ძრავი აქვს 1500 ცხენის ძალიანი, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ასეთი წონითი კატეგორიის ტანკისთვის. უფრო მძიმე ტანკებიც არსებობს, რომელსაც ასეთი 1500 ცხენის ძალიან ძრავები მაგალითად არ გააჩნია. მაქსიმალური სიჩქარე არსებული ინფორმაციით 84 კმ/სთ არის. ქვემეხი ჩინური 105 მმ-იანი ქვემეხი არის, რომელიც დასავლური 105 მმ-იანი სატანკო ქვემეხების ერთგვარი კლონი არის, მოდიფიცირებული ვარიანტი. ეს არის მაღალ წნევებზე გათვლილი უნიტარულ ჭურვებზე გათვლილი 105 მმ-იანი სატანკო ქვემეხი მაღალი წნევის ჭურვების გასროლა შეუძლია. აქ საუბარი არის მაღალი წნევის მუხტებით ქვეკალიბრულ ჭურვებზე. ქვეკალიბრული ჭურვის საწყისი სიჩქარე 1706 მეტრი/წამი აქვს ამ ქვემეხს. 360 გრადუსიანი ხედვის საშუალება ეს არის 13 წერტილი კამერებით და ლიდარებით, 13 სენსორული წერტილი, რომელიც ერთიანდება ცეცხლის მართვის სისტემაში და დაკავშირებული არის ეკიპაჟთან, რომელიც აღჭურვილი არის ჩაფხუტებით, რომელსაც აქვს ესეთი რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები. ესე იგი, რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები საშუალებას იძლევა, რომ ტანკში რეალიზდეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალე ტანკის ტექნოლოგია. ესე იგი, ეკიპაჟის წევრებს, ორივე წევრს აქვს ჩაფხუტი, რომელზეც წინამხრიდან დამაგრებული არის ეს რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები და თავის გვერდულად მოტრიალებით ამ სათვალეებზე ხედავენ ტანკის ბორტის მიღმა რა ხდება. შესაბამისად, ძალიან ესეთი მაღალ დონეზე აქვთ ტანკის გარშემო არსებული სიტუაციის აღქმა და შესაბამისად სამიზნეების გამოვლენა მომენტალურად ხდება და ზოგადად ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას ბევრად უფრო კარგად აკონტროლებენ ვიდრე სტანდარტული კონფიგურაციის ტანკში არსებული ეკიპაჟი, ხო? რომელიც გარემოს ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ტრიპლექსებიდან ან სხვა ტიპის ოპტიკური ხელსაწყოებიდან ტანკის კოშკურაზე დამონტაჟებული, ხო? მათ შორის შეიძლება იყოს 360 გრადუსიანი ხედვის მბრუნავი ოპტიკური სისტემაც, თუმცა როდესაც ტანკის კორპუსზე და კოშკურაზე წრეულად 360 გრადუსით არის დაყენებული ეს კამერები და სენსორები, ლიდარები, ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემა ახდენს ასევე სამიზნეების დამოუკიდებლად დეტექციას, გამოვლენას და ეკიპაჟის წევრებისთვის პოტენციურად საშიში სამიზნეების შეთავაზებას. ეს სისტემა ასევე რა თქმა უნდა გაერთიანებულია ერთიან ცეცხლის მართვის სისტემაში, დაკავშირებული არის ასევე რა თქმა უნდა აქტიური დაცვის სისტემასთან და დისტანციური მართვის მოდულთან. ესე იგი, აქტიური დაცვის სისტემა GL6 ტიპის აქტიური დაცვის სისტემა არის, რომელსაც X და K ჯგუფის ფაზირებულ ცხაურიანი რადარებით არის ესენი აღჭურვილი, რომელიც კოშკურაზე წინ ორ წერტილში, მარჯვენა, მარცხენა და უკანა ორ წერტილში არის დამონტაჟებული და ეს GL6 არის GL5-ის მოდიფიცირებული ვარიანტი. GL5 წლების წინ გამოჩნდა GL6 შედარებით ბოლო პერიოდში და გათვლილია თავისთავად როგორც ყველა სხვა აქტიური დაცვის სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გზის გადასაჭერად ჩამოსაგდებად იმ მომენტში, სანამ მილიწამებით ადრე, სანამ ტანკის ძირითად ჯავშანს დაეჯახება, ხო? ესე იგი 4-4 გამზადებული გამშვები აქვს 360 გრადუსით მბრუნავ პლატფორმებზე კოშკურის ზედა მხარის მარჯვენა მარცხენა ნაწილში. ესე იგი, ტანკის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2024 წელს გამოჩნდა და ზოგადი მოყვანილობით ერთი და იგივე ტანკებია. უბრალოდ ეს რაც აღლუმზე გამოჩნდა კიდევ უფრო მოდიფიცირებული და დასრულებული ვარიანტი ჩანს, ეს რა თქმა უნდა კამუფლირებული არის და ეს პროტოტიპი, პირველი პროტოტიპი რაც ჩანს შემოდგომაზე გამოჩნდა ყვითელ ფერებში იყო მთლიანად. ანუ თვითონ ამ ტანკის არსებობა, რომ ახალ ფუტურისტული დიზაინის 105 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი ტანკს ქმნიდნენ ჩინელები, კომპანია Norinco რომ მუშაობდა ამაზე, იყო ამაზე ზოგადი ინფორმაცია, თუმცა ფართოდ მხოლოდ ამ აღლუმის რეპეტიციაზე გამოჩნდა ტანკი.
ესე იგი 105 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი მსუბუქი ტანკი რაღაცა ძალიან დიდი სიახლე არ არის ჩინეთის შეიარაღებული ძალებისთვის, აქამდე მათ შეიარაღებაში ყავდათ რამდენიმე ასეული Type 15, იგივე საექსპორტო მოდიფიკაცია VT5, იგივე ZQ-15 ტიპის ტანკი. ამ ტიპის ტანკებით ჩინეთის არმიაში დაკომპლექტებული ყავთ სამთო ქვედანაყოფები და ასევე გამოიყენება რაღაც ნახევრად ამფიბია კონფიგურაციაშიც, იმიტომ ვინაიდან საზღვაო, ასე ვთქვათ, სადესანტო ხომალდებით ამ მსუბუქი ტანკის გადასროლა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე სტანდარტული მძიმე ტანკების, ხო? ესე იგი, დავიწყოთ უკვე სხვა ელემენტების განხილვა, დისტანციური მართვის მოდული, რაც განსაკუთრებით მაინტერესებდა ამ ტანკზე, ეს არის 12.7 მმ-იანი პნევმატქვევით აღჭურვილი დისტანციური მოდული, აქვს დამოუკიდებელი სტაბილიზაცია აშკარად და თვითონ სტაბილიზაციის სისტემა თავისთავად დისტანციური მოდულის კორპუსსაც აქვს და კორპუსში ჩამონტაჟებული ოპტიკურ ელექტრონული სამიზნის აღმოჩენის დაკვირვებისა და დამიზნების გიმბალი, რომელიც თვითონ კორპუსში შუაში არის ჩაყენებული, თვითონ ამ გიმბალსაც ორ სიბრტყეში სტაბილიზაცია უნდა ჰქონდეს. ორ სიბრტყეში თუ არა, მინიმუმ ვერტიკალურ სიბრტყეში მაინც ექნება და ჰორიზონტალურ სიბრტყეში უკვე თვითონ დისტანციური მოდულის სტაბილიზაციის სისტემას იყენებს. თვითონ გიმბალზე არის საუბარი, დამოუკიდებელი სტაბილიზაცია აქვს აშკარად და სამიზნეებზე მუშაობა გიმბალს საბრძოლო ნაწილისგან დამოუკიდებლადაც შეუძლია. რაც საშუალებას იძლევა იმისა, რომ სხვადასხვა მანძილებზე იქნას სტაბილიზებული ცეცხლი გახსნილი. როგორც ვიდეოში ხედავთ, დისტანციური მოდული პირდაპირ არის დაკავშირებული შეიარაღების ოპერატორის, რომელიც მძღოლ მექანიკოსის გვერდით შეიარაღების ოპერატორის ჩაფხუტთან, რომელსაც რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები აქვს, პლუს დისტანციური მოდულის ოპტიკის ბლოკიდან მიღებული გამოსახულება პირდაპირ გამოდის აი ამ სათვალეებზე, რომელიც შეიარაღების ოპერატორს უკეთია და პლუს ჩაფხუტს აქვს სენსორული ელემენტები და ადამიანის თავის მოძრაობის მიხედვით აკეთებს მობრუნებას. ამ კუთხით ეს დაახლოებით 180 გრადუსით მუშაობს ხოლმე ეს სისტემა და 360 გრადუსით თუ ჭირდება დატრიალება, აქ უკვე ჯოისტიკს იყენებს. ესეთი მოდულები ახლა სიახლე არ არის სენსორულ ჩაფხუტთან დაკავშირებული დისტანციური მოდულები, რაც ბოლო წლებია მრავალი ასეთი ნიმუშები შეიქმნა, თუმცა ეს ჩინური ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტექნოლოგიურად დახვეწილი იქნება სავარაუდოდ. ჯერჯერობით უცნობია ახლა ხელოვნური ინტელექტის ელემენტები რა დონეზე არის ამის ცეცხლის მართვის სისტემაში გამოყენებული, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით იქნება სავარაუდოდ გამოყენებული, როგორც აქტიური დაცვის სისტემის მიმართულებით, ისევე სამიზნეების დეტექციის მიმართულებით და თავისთავად აი ამ დისტანციური მართვის მოდულის ცეცხლის მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფაშიც იქნება გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ელემენტები. ეხლა უკვე შეგვიძლია მივუხილოთ თითოეული ელემენტი, რომელიც კოშკურის ზედა ნაწილიდან კარგად ჩანს აი ამ სურათზე. ეხლა ამ სურათზე ტანკის ზედა პროექციიდან ჩანს მეტნაკლებად და აი ამ სურათში უკვე კარგად გამოჩნდება. მონიშნული არის სხვადასხვა ფერებში და მივუხილოთ თითოეული მათგანი. ესე იგი, აქტიური დაცვის სისტემის ფაზირებული ცხაურიანი ჯადარები პირველი კოშკურის წინა და უკანა მხარეს, მეორე კამერები და ლიდარები კოშკურაზე წინა უკანა მხარეს და კორპუსზე თავის მხრივ, კამერები და ლიდარები, როგორც გითხარით, ინტეგრირებული არის ცეცხლის მართვის სისტემაში და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით ეხმარება ეკიპაჟს ზოგადად ტანკის გარშემო არსებული სიტუაციის აღქმაში, მიზნების დროულ გამოვლენაში და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ეს სისტემა ეფექტურია, როდესაც ხდება ტანკის გამოყენება ქალაქის ბრძოლებში, სადაც ძალიან ზოგადად დიდი საფრთხე ემუქრება ტანკებზე მონადირე ქვეითების მხრიდან ნებისმიერ ტიპის ტანკს. აქტიური დაცვის ელემენტები 3, 4 გამშვებით
ეს აქტიური დაცვის ელემენტები ძალიან წააგავს ებრაულ Iron Fist-ს, აქვს თითქმის 90 გრადუსიანი აწევის კუთხე, შესაძლოა ამას სრული 90 გრადუსიც კონდეს თავის მხრივ 360 გრადუსით ტრიალებს და შეუძლია ჩამოაგდოს როგორც სხვადასხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყურძნის ჭურვები, ასევე მართვადი რაკეტები, ტოუს რაკეტები, ამერიკული ტოუს რაკეტები, საბჭოთა ფაგოტის, მეტისის, კორნეტის და ასევე არსებული ინფორმაციით ამ GL6-ებს შეუძლია ტოპატაკ რაკეტების წინააღმდეგ მუშაობაც, ისეთი რაკეტები, როგორც მაგალითად აქვს ებრაულ Spikes, ამერიკული ჯაველინის რაკეტა და ასე შემდეგ, რომელიც ზემოდან ან 45 გრადუსით ეჯახება ტანკს. საკვამლე მორტირები 4 და 5. საკვამლე მორტირები არის ორ კონფიგურაციაში. კოშკურაში ჩამალული კონფიგურაციითაც 4 გამშვები სხვადასხვა კუთხეებით დგას. და კოშკურის წინა მხარეს ქვემოდანაც არის, რომ წინა პროექციაში გაისროლოს. ესე იგი, შემდეგი პირველი ლურჯი უკანა მხარეს მეტეოსენსორების ქარი ტემპერატურა წნევა. მეტეოსენსორები ეს ასაწევი მცირე ზომის ასაწევი შტანგები არის. მათი მართვის სისტემა, ელექტრონული მართვის სისტემა გაერთიანებული არის ცეცხლის მართვის სისტემაში და აქედან მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ბალისტიკურ გამომთვლელში, რომელიც თავის მხრივ არის ცეცხლის მართვის სისტემის ერთ-ერთი ელემენტი და თანამედროვე ტანკებისთვის აუცილებელი ელემენტია ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი კომპიუტერი სხვადასხვა ტიპის ჭურვების ზუსტად სროლისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს ეს რადიოამფეთქიანი მსხვერპლად ფუგასური ან შრაპნელური ჭურვებიც, ხო? ესე იგი, მეორე მეთაურის იგივე შეიარაღების ოპერატორის დამოუკიდებელი ოპტიკური სისტემა. აი ეს მეორე რაც არის, ანუ ინტეგრირებული ოპტიკური სისტემა, რომელიც თავის მხრივ ჩაშენებულია დამოუკიდებელი სტაბილიზაციის სისტემით, მინიმუმ ვერტიკალურ სიფრთხეში დამოუკიდებელი სტაბილიზაციის სისტემით, დისტანციური მართვის მოდულში, 12.7 მმ-იანი ტყიანქვევით აღჭურვილ მოდულში. მესამე ლურჯი ჭურვის საწყისი სიჩქარის მზომი რადარი. აი ეს ლულის თავში და ქვემეხის დასაწყისში რაც დგას კოშკურისა და ქვემეხის გადაბმის წერტილზე ეს არის ჭურვის საწყისი სიჩქარის მზომი რადარი, რომელიც ლულის იგივე დარჩენილი რესურსიდან გამომდინარე, ზოგადად ლულის ტემპერატურიდან გამომდინარე, ჭურვის ტიპიდან გამომდინარე, ამინდიდან გამომდინარე, ზომავს გასრულისას ჭურვის სხვადასხვა ტიპის ჭურვების საწყისი სიჩქარის და მიღებული ინფორმაცია მომენტალურად აისახება ცეცხლის მართვის სისტემაში და პროგრამულად აკეთებს შესწორებებს, თუ კი ესეთი შესწორება ჭირდება შემდეგი გასვლისთვის. ტექნიკური მომსახურების ლუქი, პირველი მწვანე, რობოტიზებულ კოშკურაში არსებული ტექნომსახურების ლუქი სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ეკიპაჟის ლუქები, მეორე წინა მხარეს ორი ცალი ლუქი არის, ორივე ლუქის წინ არის ტრიპლექსები და ასევე ერთი ტრიპლექსი აქვთ შუაშიც ეს ტრიპლექსი შესაძლებელია საერთო დანიშნულებისაც იყოს. კოშკურის წინა ჯავშან პანელები, იასამნის ფერი 1. აი ეს კოშკურის წინა ჯავშან პანელი და მეორე ბორტის ჯავშან პანელები, მოდულები, გვერდიდან მოდულური კონსტრუქციის მოხსნად დაყენებადი ჯავშან პანელებია, კარგად ეტყობა. არსებული ინფორმაციით ეს არის ლითონის და კერამიკის ჰიბრიდული ფენოვანი ჯავშან პანელები, რომელიც არის შედარებით მსუბუქი და ტონიდან გამომდინარე, მსუბუქი კატეგორიის ტანკი არის, განაპირობებენ საკმაოდ მაღალ დაცულობას. ამისი მაღალი დაცულობა და ზოგადად დაცულობის მაჩვენებლები, უფრო დეტალურად რო მიმოვიხილოთ, უკვე თვითონ ამ ჯავშან ელემენტებზე უნდა გქონდეს ბევრად უფრო დეტალური ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. შემდეგი, ესე იგი, შედარებით ახლო ხედით სენსორული წერტილები, 13 სენსორული წერტილიდან ერთ-ერთი კოშკურაზე არსებული და კოშკურის ძირში არსებული დამატებითი 6 საკვამლე მორტირა, 91 მმ-იანი საკვამლე მორტირა იქნება. ესენი 91 მმ-იანი სტანდარტიზებული საბჭოთა ტუჩას სისტემის ჩინური ასლები იქნება თავისთავად. ტანკის კორპუსის წინა ნაწილი, შუბლა ჯავშნის ნაწილი, აქაც როგორც ხედავთ, ლიდარები და ოპტიკური სისტემების კამერების წერტილი არის, საიდანაც ტანკის წინ არსებული სიტუაცია კონტროლდება და აისახება
ცეცხლის მართვის სისტემაზეც და აი ამ რეალობის გაძლიერებულ სათვალეებზე. ესე იგი, რეალობის გაძლიერებული სათვალეები ზოგადად ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში ბოლო პერიოდში ინერგება აქტიურად ამ ტანგზე გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფართოდ და აქამდეც ჩანდა სხვადასხვა ნიმუშები, სხვადასხვა კონფიგურაციის ნიმუშები, ნორინკოს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამხედრო გამოფენებზე. ეს შეგვიძლია შევადაროთ ამერიკულ IWAS-ის სისტემას, რომელიც გასული 2-3 წლის განმავლობაში აქტიურად იტესტებოდა სხვადასხვა ჯარების სხვადასხვა სახეობაში და გვარებებში. საჰაერო-სადესანტო ჯარებში არბორნებიც ტესტავდნენ ამერიკაში. ეს IWAS-ის სისტემა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალ ტექნოლოგიური იქნება სავარაუდოდ, ვიდრე ეს ჩინური და კომპლექსური რეალობის გაძლიერებული აღქმის კომპლექსური სისტემა არის, რომელიც ჯარების მართვის ერთიან ციფრულ სისტემაში არის ინტეგრირებული შეერთებული შტატების არმიაში. ჯერჯერობით ახალი სახეობა არის ეს აღჭურვილობის და მთელი რიგი მაღალ ტექნოლოგიურ სამხედრო ძალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერჯერობით ეხლა ხდება სხვადასხვა ნიმუშების გამოცდა, ათვისება და ასე შემდეგ. გამოცდა ტესტირების ეტაპზე არის სხვადასხვა როგორც ტექნოლოგიურად, ასევე თვითონ კონცეპტუალურ დონეზეც მთელი რიგი ცვლილებები ხორციელდება და სავარაუდოდ 5-6 წლის შემდეგ ეს იქნება რაღაც ჩვეულებრივი განუყოფელი ნაწილი ჯარების ყველა გვარებაში პირადი შემადგენლობაში. ყველა შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ქვედანაყოფში რამდენიმე ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ თანამედროვე ბრძოლის ველზე იმარჯვებს ის, ვისაც აქვს სიტუაციის მაქსიმალურად ზუსტი აღქმა და ქვედანაყოფის ან სიტყვაზე ერთეული საბრძოლო კონკრეტული ერთი საბრძოლო ერთეულის ან მთლიანად ქვედანაყოფის გარშემო არსებულ სიტუაციაზე მაქსიმალურად ზუსტი და სწრაფი ინფორმაცია. ამას უზრუნველყოფს სწორედ ასეთი ტიპის რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები. შეგვიძლია გადავიდეთ უკვე საბრძოლო მასალებზე. ჩინეთი აწარმოებს სხვადასხვა კონფიგურაციის 105 მმ-იან სატანკო საბრძოლო მასალას. ეს არის 105 მმ 617 მმ-ზე უნიტარული სატანკო ჭურვები. აქვს, რა თქმა უნდა, ქვეკალიბრული სატანკო ჭურვებიც, როგორც წეგან გითხარით, მაღალ წნევებზე გათვლილი ქვემეხებისთვის, მსხრევად ფუგასური სატანკო ჭურვები და აქვს ასევე GP-105 ტიპის მართვადი სატანკო ჭურვები 105 მმ-იანი ტანკის ქვემეხიდან გასაშვები ჭურვები. ეს ჭურვები ჩინეთს ხშირად აქვს ხოლმე წარმოდგენილი სხვადასხვა სამხედრო გამოფენებზე. აქ შეგვიძლია დავინახოთ უკვე ცხრილი, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის ჭურვები, მაგალითად ქვეკალიბრული DTW2, რომელიც არის 18.8 კილოგრამი მასის მქონე გასოლა, ვოლფრამის გულარიანი. ესე იგი, სახაზნო ნაწილში გასულისას წარმოქმნის მისი მუხტი წარმოქმნის 511 მეგაპასკალ წნევას. საწყის სიჩქარე 1530 მეტრი/წამი არის. ესე იგი, ჯავშანგამტანობა არსებული ინფორმაციით, რაც არის ოფიციალურად ცნობილი, 150 მმ ჯავშანგამტანობა აქვს 71 გრადუსით მოხვედრისას 2000 მეტრამდე მანძილზე. ანუ შედარებით უფრო ახლო მანძილზე კიდევ უფრო ამაღლდება მისი ჯავშანგამტანობა. 1 კილომეტრ მანძილზე დაახლოებით 200-250 მმ შეიძლება იყოს. აქაც გააჩნია როგორი ტიპის ჯავშანს მოხდება, როგორი ტიპის ჯავშანს მოხდება და როგორი კუთხით. ესე იგი, ქვეკალიბრული BTA2 ასევე 18.8 კილოგრამი არის, ესეც ვოლფრამის გულარიანის საწყისი სიჩქარე 1540 მეტრი/წამი. ჯავშანგამტანი ელემენტის თარიელი თვითონ ისრის მასა, ვოლფრამის ისრის მასა 5.9 კილოგრამი არის. 220 მმ სხრეთ 66 გრადუსით მოხვედრისას 2000 მეტრზე, ანუ 2 კილომეტრზე. კუმულაციური 22 კილოგრამიანი DTP1A ტიპის ჭურვის გამოყენება შეუძლია. აი ამ სურათზე არის მოცემული DTP1A ტიპის ჭურვი 105 მმ-იანი, საწყის სიჩქარე 1154 მეტრი/წამი აქვს. თუმცა კუმულაციური ჭურვის შემთხვევაში აქ სიჩქარეებს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არ აქვს ქვეკალიბრული ჭურვისგან განსხვავებით. მთავარია მიზანს მოხდეს და ამოქმედეს და უკვე კუმულაციური სხივი აკეთებს თავის საქმეს, ხო? კუმულაციური ჭავლი. მსხვერპლად ფუგასური ჭურვი
DTB2 105, ну ამაზე ინფორმაცია არ არის არანაირი ამ ეტაპზე და GP105, რომელსაც აი ახლა თქვენ სურათზე ხედავთ, ტანკის ლულიდან გასაშვები მართვადი 105 მმ-იანი ჭურვი 19.8 კილოგრამი არის, 5000 მეტრამდე აქვს მაქსიმალური სროლის მანძილი, აქვს ტანდემური კუმულაციური მუხტი, ეს გამორჩეულად ძლიერი საბრძოლო მასალა არის ამ ტანკისთვის და 660 მმ აქვს ჯავშანგამტანობა პლუს დინამიური დაცვის ელემენტები. ესე იგი, გარდა ტანკის კონფიგურაციისა, აღლუმზე წარმოდგენილი იყო იგივე სავალი ნაწილის ბაზაზე ტანკების მხარდამჭერი მანქანაც, თავდაპირველად ეს ზოგს ქვეითთა საბრძოლო მანქანა ეგონა, მეც ვფიქრობდი თავიდან რომ შესაძლოა ქვეითთა საბრძოლო მანქანა ყოფილიყო, იმიტომ რომ კონფიგურაცია ქვეითთა საბრძოლო მანქანის უფრო აქვს, მაგრამ როგორც ჩინელები ადასტურებენ, ეს არის ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა იგივე სავალი ნაწილზე, თუმცა წონთი კატეგორია სავარაუდოდ უნდა ქონდეს 30 ტონის ფარგლებში. ჯავშანი ყველაფერი იგივე აქვს, კოშკურა აქვს სხვანაირი და უკანა ნაწილში არის გადმოსახსნელი აპარელი, საიდანაც სამკაციანი დამატებით სამკაციანი დესანტი შედის. ესე იგი, სამკაციანი დესანტით ახლა ქვეითთა საბრძოლო მანქანა რაღაც ცოტა უცნაურია, სამი კაცი ძალიან მცირე რაოდენობა არის დესანტის. რაც ცოტა ესეთი უცნაური კონფიგურაცია არის იმის გამო რომ ეს ქვემეხი რომელიც აქვს კოშკურაში ეს არის 30 მმ-იანი, თავად ერთი ლულა არის, ერთი ქვემეხი აქვს, 30 მმ-იანი არის, არ ჩანს რაღაცა 30 ან 40 მმ-იანი ავტომატური ხუმბარტყოცნები, რომელიც ძალიან საჭირო შეიარაღება არის ზოგადად ტანკების მხარდამჭერი მანქანისთვის, არ ჩანს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ამ კოშკურაზე, ასევე აქტიური დაცვის სისტემა 2 გამოშვებით, სულ 4 გამოშვები არის ტანკზე, 8 გამოშვებით არის, 8 გამზადებული ანტიელემენტით. ну აქაც ლიდარების და კამერების წერტილები აქაც ჩანს, ანუ იგივე კონფიგურაციით აქაც რეალობის გაძლიერებული აღქმის სათვალეები აქვს ეკიპაჟს. კოშკურის ზემოდან აყენია ოპტიკური ელექტრონული ბლოკი, რომელზეც სავარაუდოდ უნდა იყოს ინტეგრირებული დრონსაწინააღმდეგო ჩამხშობი ანტენაც. და მეტი ისეთი რაღაც განსაკუთრებული ხო უკანა მხარეს აქვს ასევე ესეთი კვადროკოპტერი, სადაზვერო დრონი, საკმაოდ დიდი ზომის გიმბალით, დრონის ზომასთან შედარებით და ამ დრონით უკვე თვითონ მანქანის და იმ ტანკების გარშემო, რომელსაც ეს მხარდაჭერას გაუკეთებს, არსებული სიტუაციის დასაზვერად და ზოგადად სიტუაციის შესაფასებლად მიზნების იდენტიფიკაციისთვის გამოვლენისთვის არის ეს დრონი. წმინდად სადაზვერო ფუნქცია აქვს ამას და მანქანაზე არის, ასე ვთქვათ, მიბმული და მანქანის ამოცანებს ემსახურება. ეს სურათები უკვე აღლუმის რეპეტიციაზე არის გადაღებული ტაიპ 99 B-ტიპის ტანკი, ტაიპ 100, ეს რაზეც ახლა ვსაუბრობდით, მსუბუქი 105 მმ-იანი ტანკი და აი ამ ტაიპ 100-ის სავალი ნაწილის ბაზაზე გაკეთებული ეს ტანკების მხარდამჭერი მანქანისა და KSM-ის ერთგვარი ჰიბრიდი დავარქვათ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ნიმუში არის და შემდეგში უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია გავრცელდება ამაზე. გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხი, ვისაც მოგეწონათ ეს იდეა და იქნება ეს ჩემთვის мотиваცია, გამომწვევების რაოდენობის ზრდა იქნება мотиваცია, რომ შემდეგში გავაგრძელო მსგავსი ვიდეო მიმოხილვების გაკეთება.